გამარჯობათ მეგობრებო, დღეს სტუმრად ბრძანდება ჩემთან ბატონი დავით კუხალაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ აუდიტორიას, მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ. რამდენიმე დღეა ორშაბათიდან დაწყებული განიხილება ის თემა, რაც მოხდა ერევანში, კერძოდ ერევნის სამიტზე. და ფაქტობრივად მთელი ევროპა იყო წარმოდგენილი, პლუს კანადის პრემიერ-მინისტრი და აქ დიდი გამოხმაურება მოყვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ წარმოდგენილი ამ სამიტზე. როგორც წესი, მე მომხრევალ ხოლმე ნებისმიერ შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლების დასწრებას, მით უმეტეს სამეზობლოში, ეს აუცილებელია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან ჩვენი უკონტაქტობის გამო, ასე ვთქვათ, მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენები ჩავიდნენ იქ, სადაც კი რაიმე პერსპექტივა იქნება საქართველოს კეთილდღეობისთვის. ეხლა ამას რა მოყვება, ეხლა იქ მეორე საკითხია. და ზუსტად ამაზე მსურს საუბარი. ბატონ დათო, რა იყო ეს თავყრილობა? ერთი ვერსია არის, უნდა გავიმეორო, რომ ემზადება პაშინიანი არჩევნებისთვის და საუკეთესო პიარ ნაბიჯი გადადგა. აჩვენებს თავის მოსახლეობას, რომ ძველი რუსულ ოლიგარქიაზე დაყრდნობილი პლატფორმა დრომოჭმულია და ეხა ჭირდება ახალგაზრდა, ახალი აზროვნების პოლიტიკური ელიტა, ასე ვთქვათ, ევროპული აზროვნებით და ამისთვის იყო ეს ყველაფერი და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს და მეორე ასევე საფუძვლიანი, უფრო მეტად საფუძვლიანი ჩემთვის ის გარემოებაა, რომ უბრალოდ ევროპა ცდილობს სომხეთის პლატფორმა გამოიყენოს რუსეთთან დასაკავშირებლად. და მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ აქ ესე ვთქვათ დაზვერვისა და სადაზვერვო კომუნიკაციისა და სადაზვერვო თამაშების გარეშე ეს სამკუთხედი არ იკვრება ევროპა, ამიერკავკასია და რუსეთი და თქვენ რა სიტყვოდით ამასთან დაკავშირებით, როგორი ხედვა გაქვთ? იგი პირველ რიგში მოვლენათა ქრონოლოგიას თუ გავყვებით, მე მაინც ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფორუმის ჩატარება გარკვეულწილად შეთანხმებული იყო რუსეთის ფედერაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა იქ თითქოს და გარკვეული რაღაც პრინციპულობა გამოიჩინა, რაღაც თავის განცხადებები გააკეთა, ამას ახლა აღარ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ მე ესე ვფიქრობ და ყველა ნიშანია იმისა, რომ ეს ფორუმი რაც კი ჩატარდა, ვთქვათ, სომხეთში, შეთანხმებული იყო რუსეთის ფედერაციასთან. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, რომ ჩვენ ვიცით, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები. ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან როგორც ყოველთვის ჭარბობს მე პრინციპით განწყობების შექმნა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების ყოფნა სახელმწიფოში წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტს. მე შემიძლია რომ ზოგადად არასოდეს არ ვსაუბრობ მხოლოდ დადებით მომენტზე და ყოველთვის ორ მომენტს ვითვალისწინებ. ერთი რა აქვს დადებითი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და დამდგარ შედეგს და მეორე რა აქვს უარყოფით. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზოგადად დადებითზე ვისაუბროთ, შესაძლებელია რომ ის იყოს სახელმწიფოს ვთქვათ სტაბილურობის გარანტი იმ შემთხვევაში, თუ ამ ბაზების კუთვნილების სახელმწიფოსთან შენ გაქვს დალაგებული სტრატეგიული ურთიერთობები, ეს არის დადებითი მხარე, მაგრამ როგორც კი შენ ვთქვათ გეძაბება ურთიერთობა იმ მხარესთან, ვინც პატრონაჟს ახორციელებს ამ სამხედრო ბაზებისას, ამ შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხით ძალიან მაღალი დონის შესაძლებლობა გააჩნია ამ სახელმწიფოს, რომ მოახდინოს სხვადასხვა ტიპის აგრესიული აქტი, მათ შორის ხელისუფლების ძალადობრივი რღვევა. და ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რაც გააჩნია სამხედრო ბაზებს, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს გახლავთ ის, რომ აქ გამარტივებულია ძალიან აგენტურული აპარატის შექმნის პროცესი. და კიდევ სხვა ტიპის სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის შეიძლება იყოს ტერორისტული აქტის მომზადება, სხვადასხვა საბოტაჟური აქტის ქმედება და ეს შემდეგ, რადგან
ეს არის ძალიან ახლო ტერიტორია იმ აქტივობებისათვის, რასაც ქვია ხელისუფლებაზე, სამიზნე ხელისუფლებაზე სათანადო ზეგავლენის მოხდენა და თუ ეს ზეგავლენა არ მოხდება და შეღწევადობა არ მოხდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას საადობრივი მეთოდები. ამიტომ ჩვენ ორივე მხარეზე ვისაუბრეთ, როგორც დადებითზე, რომელიც ქონდა, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას, ისა უკაცრავად სომხეთს, როდესაც ის მყარ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლებოდა რუსეთის ფედერაციის და თუ ეს ოპერატიული თამაშის ელემენტს წარმოადგენს სომხეთის ხელისუფლების დღევანდელი, თქვათ, გარკვეული პოზიციური გამოხდომები, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად არ აქვს საქმე სომხეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი გარემოება აუცილებლად იქნება ის სამხედრო ბაზები, რომლებიც განთავსებულია სომხეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზეც იყო რუსული სამხედრო ბაზები. ვსაუბრობ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ჩვენ ვიცით, რომ მოხდა კიდე სხვა ტერიტორიებზე მისი გაყვანა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩვენდა სამწუხაროდ ორი მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონტროლს, ჩვენი ისტორიულად ძირითადი ტერიტორია, რომელიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება. ესე რომ იქ შეიქმნა პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციისათვის ბუფერული ზონა და ანალოგიურად იგივე კუთხით ჩვენც უნდა ესე გავაანალიზოთ, რომ იქ არსებული ვითარება წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლებისათვის საფრთხეს, თუ ის გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ამიტომ ეხლა რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე ახსნით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იდენტიფიცირებულ საფრთხეებზე, დანარჩენი რისკების შეფასების და მაკორექტირებული ღონისძიებების გატარების ვალდებულება აქვს ხელისუფლებას და ვიმოდოვნებ, რომ ის სწორ და უსაფრთხო გადაწყვეტილებას მიიღებს. გასაგებია. თუ ეს შეთანხმებული იყო ეს პლატფორმა, იმის შემდეგ რაც პაშინიანმა დაასრულა მოსკოვის ვოიაჟი მოსკოვში და ვიზიტი ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ როგორც ჩანს დაიგეგმა ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ, ორშაბათ დღეს, მაგრამ აქ მე მაინტერესებს ასეთი რამ, რას აკეთებდა ზელენსკი ოდეკაბეს წევრობის ქვეყნის ტერიტორიაზე და რა კონტექსტში ვიყავით ჩვენ წარმოდგენილი. აი ეს ორი მომენტი, რომ ცალკე გამოვყოთ. ჩვენ უნდა ჩავსულიყავით, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები, მაგრამ საერთო კონტექსტში აბსოლუტურად აღნიშნულ ქმედებას და ამ შეხვედრას ჰქონდა თავის პროპაგანდისტული დატვირთვა, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა ძალიან კარგად გამოიყენეს. მაგრამ ჩვენ ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ იყო ლიდერთა ისეთი ნაწილი, რომლებიც თავიანთ ლიდერების ვადას ამთავრებენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ძალიან მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო რაღაც ისეთი მაღალი დონის შეხვედრა, სადაც რაიმე კონკრეტული გადაწყდა და რაიმე ისეთი რყევა მოხდა, რომ თქვათ, ან საზოგადოებრივი აზრი გაიყო და ეს შემდეგ და თუ დავაკვირდებით უბრალოდ შემდეგ პროცესის დასრულების შემდეგ მოვლენათა განვითარებას, ჩვენ დავინახავთ, რომ აქ უკვე არის ძალიან მაღალი მასშტაბებით სადაზვერვო პროპაგანდა. და ეს არის იმ დონის პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ მინიშნებას გვაძლევს იმაზე, რომ იქ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, აი რაიმე მნიშვნელოვანი რყევა იქ შეხვედრებისას თუ მოლაპარაკებისას თუ რაღაც პოზიციების დაფიქსირებისას, აი რაღაც სერიოზული გავლენა რო ამან მოახდინოს საერთაშორისო ურთიერთობებზე ან რეგიონალურ ურთიერთობებზე, ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ცხოვრობს სხვადასხვა ოპერატიულ ვითარებაში. ჩვენი ქვეყანა არის პრაქტიკულად პატრონაჟის გარეშე. დანარჩენი ისა რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის არის ბრიტანული და თურქული პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ რამდენად მყარი ეს პროტექტორატი ამის შესახებ ეხლა ცოტა ძნელია განცხადების გაკეთება, იმიტომ რომ ანალოგიური ტიპის პროტექტორატის მოწმე ჩვენ
ვიყავით გასულ საუკუნეში, როდესაც დამოუკიდებლები ვიყავით ჩვენც და აზერბაიჯანი და მე როგორ გაიყიდა როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის ინტერესები, მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანმა ისტორიკოსებმა იციან და ალბათ ისინი თავიანთ ხელისუფლებას გარკვეულ რჩევებს აძლევენ და რაც შეეხება სომხეთს ამ შემთხვევაში მე მაინც ვფიქრობ, რა ვიცი, ახლა ალბათობის მაღალი ხარისხით ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, რომ გარკვეულ ოპერატიულ თამაშს აქვს ადგილი სომხეთის პრეზიდენტის მხრიდან, იმიტომ რომ ლოგიკური აზროვნებით რო გაყვე იმ საფრთხეზე, რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუშვას ის, რაზედაც თქვათ კონკრეტული ინფორმაციული უზრუნველყოფა კეთდება. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ეს სამი ამ სამ სახელმწიფოში, სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში არა თანაბარი ოპერატიული ვითარების გამო ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის კავშირები ზოგადად ძალიან ძნელად ის რა ქვია, მოსაძებნი არის. ვსაუბრობ გაერთიანების კავშირებზე, იმიტომ რომ ზოგადად თუ ჩვენ ამ მიმართულებით შევთანხმდებით, კარგი იქნება თუ არა და შეგვიძლია რომ ისტორიას თვალი გადავალოთ, რომ ჩვენ მქონდა ძალიან მოკლე პერიოდით ამიერკავკასიის ფედერაციის არსებობა, სადაც დამოუკიდებლები გავხდებოდით და აბსოლუტურად არც ერთი ქვეყნისთვის არ იყო მისაღები, არც ერთი უცხო აქტორისთვის მისაღები ესეთი ტიპის გაერთიანება. და ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს ამასთან ერთად პრეზიდენტ გამსახურდია ეს გარკვეული მინიშნებები, რომ მასაც ჰქონდა ესეთი მცდელობა, როდესაც მან განაცხადა, რომ ვთქვათ, გარკვეული ესეთი ტიპის კავშირი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დავაკვირდეთ როგორც რესურსულ უზრუნველყოფას, ისე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელ ქვეყანას აწყობს ზოგადად, რომ ახალი რაიმე ტიპის პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური ერთიანი წარმონაქმნი შეიქმნა სამხრეთ კავკასიის სახით. ძალიან ეჭვი მეპარება ამაში, რომ კიდე ახალი დამატებითი საფრთხე შეიქმნას ან ევროპან, ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ოპერატიული თამაშის ელემენტები, როგორც ის უაზრო ომები, რომელიც მიმდინარეობს და რომლის თქვათ დასრულებასაც არ ფიქრობს არც ერთი ქვეყნის ლიდერი. ჩვენ გვაქვს ორპოლუსიანი თქვათ ბრძოლა ამ შემთხვევაში. ერთი არის მყარი დემოკრატიის მქონე სახელმწიფო აწარმოებს ესეთ ტიპის მოქმედებებს, მეორე არამყარი დემოკრატიის სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ვაკვირდებით, რომ შედეგები არის ერთი და იგივე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის უმიზნო მსხვერპლი და რაც უფრო პროცესები გაიწელება, კიდევ უფრო უმიზნო და უბრალოდ ცოდვა ის ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში იღუპებიან და რომლებსაც უნადგურდება თქონება. ყველაფერს უნდა კონდეს ლოგიკური დასასრული და სამყარო ამ დასასრულისკენ არ მიდის და მრჩება შთაბეჭდილება, რომ პირიქით მაღალი ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფოები ამ ომების მეშვეობით ვაჭრობენ და გარკვეულწილად ამზადებენ უფრო მძიმე ვითარებას, მათ შორის დასკვნით ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ, რომ უნდა მოხდეს გადანაწილების პროცესი. ესე იგი, როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ბოლო პერიოდში, რომ სამხრეთ კავკასიის ფედერაცია ეს თქვენი შეხედვით წარმოუდგენელია, ესეც მორიგი ყალბი, განცხადებები შეიძლება ხმამაღალი თქვენია, რომ ყალბი ვარაუდებია. გამომდინარე კიდე რაც თქვენ ბრძანეთ. ესეთი საუბრები შეიძლება პროპაგანდის სახით მიმდინარეობდეს, რომ გარკვეული პროვოცირება გაუკეთონ პროცესებს. რა თქმა უნდა, აქ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს წვეთს არა განწყობა და არა რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი, არამედ ის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ოპერატიული ვითარება, რომელიც შექმნილია ამ სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ისინი კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსათვის გახლავთ ის და ახალი მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება ის, თუ გარკვეული ტიპის ესეთი გაერთიანება მოხდება. ამას ძალიან კარგად გრძნობდნენ ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა სამივე ქვეყანას დამოუკიდებლობის პერიოდი და სწორედ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინსპირირებით განხორციელდა საომარი მოქმედებები სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა აქტიური სადაზვერვო ფაზა, რომლის დროსაც კოორდინირებულად ერთმანეთის წინააღმდეგ უცხო სახელმწიფოების ეგრეთ წოდებული დაკვეთით მოღვაწეობდნენ სწორედ ეს სამივე ქვეყნის ხელისუფლებები
ერთმანეთის წინააღმდეგ და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალ საფრთხის წარმოქმნას ზოგადად სოფლიო არ დაუშვებს. მათი სტრატეგიული ინტერესები ყოველ შემთხვევაში ესეთი არის, დღესდღეობით ესეთ ჩანს. აქ გაისმა ესეთი შეთანხმების თითქოს შეთანხმდნენ სომხეთი და უკრაინა, რომ რაღაცა ტიპის შეიარაღების დამზადებაზეა საუბარი, წარმოებაზე სომხეთის ტერიტორიაზე. და აქ ჩდება ლოგიკური კითხვა. არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში, როგორც თქვენ ბრძანეთ, არის ყოველ შემთხვევაში მე იქ მსახურობდი გიუმრიში, მაშინ ლეინაკანი ერქვა. ეს იყო ქალაქი, რომელიც იყო აშენებული სამხედრო გარნიზონის გარშემო. აი როგორც ადრე საბჭოთა პერიოდში სამრეწველო ობიექტები, დიდი ქარხნები შენდებოდა და ის შემდეგ ქალაქად იქცეოდა, ზუსტად ასეთი ტიპის იყო თავის დროზე ლეინაკანი და შემდგომში გიუმრი. ესე იგი ეს იყო ქალაქი გარნიზონი. და წარმოიდგინეთ, ეხლა რუსეთის ფედერაცია იმ წარმომადგენლობით აღარ არის, რაც მე მახსოვს, მაგრამ მაინც არის და როგორც ამბობენ, საკმაოდ ქმედითუნარიანი ბრიგადა დგას იქ. და ამავე დროს სომხეთი აკეთებს განცხადებას, რომ აპირებს უკრაინასთან ერთად დაალაგოს წარმოება. ჯერ როგორ იქნება ეს საერთოდ ლოგისტიკურად გამართული? ხვდებით ალბათ, ხო? ახლა ჩვენ ქვეყანას გულისხმობ საქართველოს და აი მსგავსი პროვოკაციული განცხადებები ეს რა კონტექსტში არის? თუ ეს პლუს მინუს რუსებთან შეთანხმებული იყო ამ სამიტის მოწყობა? თუ ესეც ფარატინა ფურცელი იქნება და ნუ ჩაივლის. სანამ უშუალოდ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, ესეთი ტიპის ფორუმები ექვემდებარება ზოგადად მაღალ სადაზვერვო შეღწევადობას. ამიტომ ყველა ის მესეჯ ბოქსები, რაც გაჟღერდება, ზოგჯერ წინ უსწრებს ამ ღონისძიების შეტარებას, ზოგჯერ უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას ხდება და რო დასრულდება, მე კიდე გრძელდება და ეს არის ყველაფერი იმისთვის განკუთვნილი, რომ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა სახელმწიფოს ლიდერის დამოკიდებულების შესახებ და განზრახვების შესახებ. ამიტომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ სადაზვერვო ინფორმაციის შეკრების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამიტი, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისათვის, ისე ევროპული სახელმწიფოებისათვის და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ახლა რაც შეეხება, რატომ ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული თამაში, რომელსაც აწარმოებს სომხეთის ლიდერი. ახლა მე რა თქმა უნდა არ მაქვს იმის ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის დაკვეთით ის რას აკეთებს, მაგრამ გარკვეულწილად რჩება ისეთ შთაბეჭდილება, რომ ის ერთი ქვეყნის ინტერესს არ ემსახურება და ზოგადად ყველაზე კარგია, როდესაც საკუთარ ქვეყანას ემსახურები და ჩვენ გვაქვს მაგალითი მაგისი, რომ როდესაც ბევრ სხვა ქვეყანას ემსახურები, ამ შემთხვევაში ყოველთვის აგებული გაქვს და ეს ყველაფერი ჩვენ გადავიტანეთ როგორც ომით, ისე ომის გარეშე. ამიტომ გავაკვირდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. თუ მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ყარაბაღის პრობლემა არის თავიდან ბოლომდე ისე რა ქვია, მოწესრიგებული. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია, მათ შორის სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით იმუნდონეზია არის დანაღმული ტერიტორია საუბრობ, რომელზედაც აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი, რომ ის ტერიტორია პრაქტიკულად გამოუყენებელია. ეს არის პრაქტიკულად მე ერთ-ერთ შეხვედრაზე ესეთი ტერმინიც კი გამოვიყენე, მიძინებული ტერორიზმის მდგომარეობა პრაქტიკულად იმ ტერიტორიაზე. მეორე და მნიშვნელოვანი, ჩვენ არ უნდა გამოვიწყოთ განწყობების თემა, იმიტომ რომ განწყობა წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის ამარჩევნებშიდაც. დავაკვირდეთ განწყობას ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესების ირგვლივ რა განწყობა არის სომხეთში და არ არის ერთგვაროვანი განწყობა და ვერ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ფაშინიანი და მისი მომხრეები უმეტესობას წარმოადგენენ. შესაბამისად, ეს ძალიან უარყოფითი მხარი არის ზოგადად დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია არა მარტო რუსეთის ფედერაციას, მაგრამ რუსეთის ფედერაციას გააჩნია საკმაოდ მაღალი დონის აგენტურული აპარატი და არ შეიძლება მის გამორიცხვა, რომ ესეთი აგენტურული აპარატი მას არ გააჩნდეს
უშუალოდ ხელისუფლებაშიც. აი თუ დააკვირდით, ჩვენც ამ პრობლემების წინაშე ვდგევართ და მე თქვენს ეთერში და არაერთ ეთერში არაერთხელ მithქვას, რომ გადავსებულია ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამდენი ზოგადად შეცდომის დაშვება და უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის მომკა არის სწორედ იმის ბრალი, რომ სხვადასხვა სივრცეებში არიან აგენტურული უცხოქვეყნების აგენტურული აპარატის წევრები. ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ეს გასათვალისწინებელია ზოგადად, როდესაც მოვლენების შეფასება ხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაღაც ნაწილი უშუალოდ პროპაგანდისტად რჩება და შესაძლებელია სადაზვერვო პროპაგანდის გარკვეულ ელემენტებსაც იყენებდეს თავის გამოსვლებში, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ექსპერტებისა, რომელიც მეს პრინციპით წვიდიან, აი მას რაც უნდა და ესე იგი ნახეთ, მე შეიძლება ბევრი რაღაც მინდოდეს, მაგრამ არსებობს ამის ძალები და საშუალებები რამდენად გააჩნია თქვა ჩემს სახელმწიფოს და მე ყოველთვის ამ კუთხით უყურებ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას. ამიტომ ეხლა რაც ჩამოვთვალეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტები ჩამოვთვალეთ და მე მგონი რაღაც მსგავსებებს ჩვენს უახლეს ისტორიაშიც დავიჭერთ და არ უნდა გამოვრიცხოთ ის გარემოება, რომ სომხეთის დღევანდელი პირველი ხელისუფალი თავის ხელისუფლებასთან ერთად გარკვეულ ოპერატიულ თამაშს თამაშობდეს და ვერ გეტყვით, რომ მარტო საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ. ახლა თავარი რა არის? მე ყველა არ ვახსენე სომხეთის ლოგისტიკური ბმა იმ წამოწყებებთან, რასაც ის აპირებს, ან განაცხადა უბრალოდ არც არაფერს არ აპირებს. მე როგორც თქვენ, ჩვენი ქვეყანა გვედარდება აი ამ გაუგებრობის კონტექსტში. და სწორედ ბრძანეთ, რომ იმედია ჩვენი სპეციალური სამსახურები ამას ანალიზს უკეთებენ. ალბათ, მეთანხმებით, ხო ბატონ დავით? რა თქმა უნდა. ნახეთ, ხშირად მეკითხებიან, მათ შორის აუდიტორიებში და ტელევიზიებში ხშირად მეკითხებიან სპეცსამსახურებთან დაკავშირებით რა და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მუშაობდნენ ჩვენი სპეცსამსახურები, რომ არ არსებობდეს სათანადო ინტელექტუალური, ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერა, გამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებთ. რა თქმა უნდა არის ჩავარდნები, რა თქმა უნდა არის ხარვეზები და ძალიან დიდი პრობლემები. ამაზე არაერთხელ მისაუბრეთ, ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმატში ამ თემაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა. ეს ჩვეულებრივად გამოსასწორებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სპეცსამსახურები კარგად თუ ცუდად თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ კონსტიტუციური წყობილება. ნახეთ, მე ვარ ადამიანი და ზოგადად პირველ რიგში ადამიანი ვარ და ადამიანური ფაქტორით უყურებ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ვერ გამოვდგები ამ ხელისუფლების მეხოთბეთ და ზოგადად არც ერთ ხელისუფლების მეხოთბეთ ვერ გამოვდგები, მაგრამ ნახეთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, როდესაც ქვეყანამ 2012 წლიდან შეინარჩუნა როგორც მშვიდობა. ესე იგი, როგორც ომში არ ჩავერთვით, ისე შიდა სამოქალაქო დაპირისპირება. ამიტომ ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დააკვირდით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი იმისათვის, რომ სახელმწიფომ შემდგომი განვითარება შეძლოს, გახლავთ წარმატებების სპორტში. ეს არ არის ახლა ჩემი ნათქვამი და ამას ძალიან ბევრგან არის მეცნიერულად დასაბუთებული, რომ სწორედ ესეთი ტიპის მშვიდობა წარმოშობს იმ დიდ წარმატებებს, რაც სპორტში არის და სპორტში მიღწეული წარმატებები ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ ყველაზე დიდი შავი ხვრელის ამოსავსებად, რასაც ქვია საზოგადოების გახლეჩვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით თუ ყველაფერს ლოგიკურად შევხედავთ და საკუთარ სახელმწიფოს არ უმტრობთ, ვფიქრობ, რომ უნდა აუცილებლად დავასმათ ის, რომ სპეცსამსახურები თავიანთ არა მარტო სპეცსამსახურები, ყველა უწყება იმ პრობლემებთან ერთად, რაზეც ვისაუბრეთ, თავის მოვალეობას ასრულებს. აზერბაიჯანზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბროთ, ბატონ დავით. ესე იგი, სანამ ერევნის ვოიაჟი განხორციელდებოდა ბატონ ზელენსკის მხრიდან, თუ არ მეშლება პლუს-მინუს სადღაც 2 კვირის წინ, შეიძლება ცოტა უფრო ადრე, შემისწორეთ თუ მეშლება, იგი იმყოფებოდა აზერბაიჯანში და ბაქო და კიევი მოკლედ შეთანხმდნენ იმაზე, რომ სერიოზულ წარმოებას იწყებენ და ანონსეს დრონების.
რახან ჩვენ ხვდებით და ნათელი მაგალითია იმისა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ მედიით, ვიღებთ ინფორმაციას და ასე შემდეგ, დრონები წყვეტენ ფაქტობრივად ბრძოლის ველზე 90%-ს ვითარებისა. და ასეთი სტრატეგიული ხელშეკრულების დადება ბაქოსა და კიევს შორის ამავდროულად თავად ალიევის პირდაპირ ვთქვათ, ანტაგონისტური დამოკიდებულება რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ და ზოგადად რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის მიმართ. როგორ ფიქრობთ, ეს სადამდე შეიძლება მივიდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც გეოპოლიტიკურად რუსეთის ზონაა, იყოს ესეთი ურჩი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ზურგს უმაგრებს თურქეთი, ეს ყველამ ვიცით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაძაბულობა. მაინც მოლაპარაკება მოხდება, მაინც ასე ვთქვათ, მშვიდობიანი ხელშეკრულებები დაიდება, როცა უკრაინის ომი დამთავრდება, თუ ეს შესაძლოა უფრო მძაფ კონფლიქტში გადავიდეს და უკვე არა აზერბაიჯან-რუსეთის, არამედ თურქეთ-რუსეთის, ამ პირიქით რუსეთ-თურქეთის. თურქეთი საკმაოდ გონიერი მოთამაშეა და მან აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ხარ ბოლო ეტაპს საუბრობ 18-21 წლებშიდაც და დღეს განვითარებული მოვლენები რაც ხდება რა ჩვენ პოსტსაბჭოთა საქართველოს გავხდით ის საკმაოდ გონიერი მოთამაშეა და მას ყოფნის გონიერებაც მას ყოფნის ის დიდი გამოცდილება რაც მათ სპეცსამსახურებს აქვს და ამიტომ ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში თურქეთი და რუსეთი უფრო სხვა ტიპის მოთამაშეები არიან და ბევრ შემთხვევაში სტრატეგიული მოკავშირეები მათ შორის ვთვლი რომ დღეს თურქეთის პირველი პირი ძალიან დავალებულია რუსეთის ფედერაციასთან, ამიტომ ამას ყველაფერს გათვალისწინება უნდა. ეხლა რაც შეეხება დრონების დამზადებას. მე უნდა დავაფიქსირო ერთი პოზიცია, რომ უკრაინის ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ზოგმა აღტაცება გამოხატა, იქ პრემიერს ხელი ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტმა ზოგმა ლანძღვა დაიწყო, არც ქებას დავიწყებ, არც ლანძღვას არ დავიწყებ. მივიჩნევ, რომ ეს ხელის ჩამორთმევა შესაძლებელია გარკვეული საფრთხის მაინსპირირებელი გახდეს და არანაირად არ უნდა შედგეს საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი. და ანალოგიური ტიპის რაიმე მოლაპარაკება. ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციის მერე? მე ძალიან ცუდა, არა მარტო კიდე ერთხელ გეუბნებით, ნახეთ, დავიწყოთ სამით ფორუმიდან დაწყებული და შემდეგ კომუნიკაციის რაც ვიცით, რაც არ ვიცით, კიდე ეს სხვა საქმეა. ამას მე არ ვსაუბრობ ჩემი ეს პოზიციიდან გამომდინარე და არ ვსაუბრობ როგორც მხოლოდ ანალიტიკოზე, ამას ვსაუბრობ სწორედ ეროვნული საფრთხეების პრინციპებიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი წარმოადგენს მტრულ ძალას საქართველოსათვის. და მისი ნდობა კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ ის არ ეკუთვნის თავის თავს და შესაბამისად ყველა ის მოკავშირე, რომელიც მას გააჩნია, პირდაპირ მტრობაში არის შემოსული ასევე საქართველოსთან. ამიტომ თუ ესეთი პარამეტრების გათვალისწინება არ მოხდება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გავხდებით იმავე საფრთხის ობიექტი, იგივე საფრთხის ობიექტი, როგორც ეს გახდა აზერბაიჯანი. რამდენად განხორციელებადია ეს პროექტი, ეს ჯერ კიდევ ცოტა ძნელად საფიქრებელია, არ ვიცი განხორციელდება თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფრთხეების თამასა აიწია უფრო აზერბაიჯანში. მე არ ვფიქრობ ისე, რომ ეხლა აზერბაიჯანში იმდენად ძლიერია ოპერატიული ვითარება, რომ იქ დესტაბილიზაციის გამოწვევა ძალიან გაჭირდეს. ვსაუბრობ ძირითადად საზოგადოებრივ განწყობაზე და ვსაუბრობ ამასთან ერთად რაღაც გარკვეულ პერიოდის წინ ძალიან დიდი პერიოდი არ არის გასული ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირის დაკავებას სამხედრო სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, წუხარ ეხლა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ ჩვენ სამივე რესპუბლიკა პრაქტიკულად ძალიან მყიფე ვართ ისეთი ტიპის საფრთხეებისადმი, როგორც არის სახელმწიფოს გადატრიალება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან რომ არ მოხდა ეს გადატრიალება, გარდა იმისა, რომ სპეცსამსახურების დანიშნულება, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი არის. ამას კიდე ხელი შეუწყო ზოგადად ხელისუფლების გონიერმა გადაწყვეტილებამ.
გონიერმა გადაწყვეტილებამ და გონიერმა მიდგომებმა. თუ ჩვენ აი დააკვირდით რა პროცესების მიმდინარეობა ცოტა ძნელია იმ დროში ჩავეტიოთ რაში სადაც არ უნდა ვისაუბროთ ძალიან დიდი დრო მიაქვს ახლა ამაზე თავიდან მომწავარს ვერ დავიწყებ მაგრამ დააკვირდით ყველა პოზიცია რაც კი ფიქსირდება თუნდაც მაგ ფორუმზე თუნდაც ნებისმიერ ფორუმზე ყველგან მაინც პირდაპირ თუ ირიბად ისმის გარკვეული პროვოკაციული ესა რა ქვია მოწოდებები და პროვოკაციული პროპაგანდა არის ძალიან მასშტაბური რომ ჩვენ გარკვეულწილად ვიქცეთ მხარეთ აი ხა ამას ცალსახად შემიძლია ეს ვთქვა რომ ჩვენი მხარეთ ქცევა ეს იქნება კატასტროფული შედეგების მომდანი არ ვსაუბრობ მარტო ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით ის მდგომარეობა რომელიც დღეს შენარჩუნებულია ვფიქრობ რომ სწორია და გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ რომ თრული ძალა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ არ აქვს მარტო და ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ ბევრია და არ დაგვაუწყდეს რომ ესა რა ქვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო შენაერთები რომელი ქვეყნის დგას ამიტომ საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ აუცილებლად როდს უნდა გათვალოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რა დროს რა მოკლე პერიოდებში თუ გრძელვადიან პერიოდებში არის კონკრეტული დამაზიანებელი აქციები მოსალოდნელი. ამიტომ ჩვენი მხარეთ ქცევა არ შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ დღის წესრიგში უნდა დადგეს ის საკითხი, რომ აუცილებლად გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან უნდა დაიწყოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია ელოდება ზოგადად გარკვეულ პროცესებს და ის აუცილებლად დაიწყებს შურისების აქტების განხორციელებას. იმიტომ რომ ესეთი ტიპის აქტების განხორციელების გარეშე ზოგადად ისეთი მაღალი ტექნოლოგიური განვითარების მქონე სახელმწიფოები, როგორც არის რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვა, ზოგადად ესეთ რაღაცებს აკეთებენ. გადავხედოთ ისტორიას და ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვნახავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ორი მომენტი არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. დანარჩენი ჩვენს ხალხსაც ბევრი რამაა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებზე და მთავარი რომ ღმერთმა დაგვიფაროს იმ გასაცდელებისაგან, რაც შესაძლებელია რომ მოგველოდეს. ყველა ეხა დააკვირდით თითქოს რაღაც პატარა შედარების სტაბილური ვითარება და ესა შეიქმნა და ეხლა ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე რა ქვია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე პატრიარქის არჩევასთან და ეს არის კატასტროფული შედეგის მომტანი. ეხლა ხშირად ახსენებენ რუის ურბნისის კრებას და მე მქონდა ბედნიერება რომ მე მუშავა დავით აღმაშენებლის სადაზვერო სამსახურზე და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების ამოკითხვა შევძელი იმ პერიოდის სადაზვერო მოღვაწეობის დროს და ერთი რამ აუცილებლად უნდა გითხრათ რომ რუის ურბნისის კრების გარეშე ზოგადად მართლა ძნელად წარმომიდგენია რომ რაღაც გაკეთეს და დააკვირდით რა ურთულესი მდგომარეობა რა ტიპის განცხადებები კეთდება აი ეს ხო უბრალოდ სასულიერო პირები გამოსული არიან იმ ჩარჩოდან რომელშიდაც უნდა იყვნენ სასულიერო მე ხა რა თქმა უნდა ვერავის შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ მაგრამ მე მართლმადიდებელი გახლავართ ვეზიარები კიდევაც ყავს მოძღვარი ეხა რამდენად ყველაფერს ვიცავ და არ ვიცავ ამაზე რა თქმა უნდა აქ არ ვისაუბრებ მაგრამ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი თავშეკავება მართებს მათ შორის როგორც დაბალი ისე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს რომ ის დიდი დანატოვარი რაც კათოლიკოს პატრიარქმა დატოვა რომ თავიანთი გამოსვლებით და თავიანთი შეფასებებით ზოგადად არ ჩამოშალა. მე ვფიქრობ რომ მშვიდობიანად ყველაფერი უნდა დასრულდეს და ჩვენ და სამწუხაროდ ალბათ ვიღაც ახალი პატრიარქი რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის ზოგადად უკვე მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც ხდება ერში პრაქტიკულად წუხარ, მაგრამ ამან გადაინაცვლა უკვე საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიაში. ძალიან ცუდი ინფორმაციები ვრცელდება. მე ვფიქრობ, რომ ოპერატიულ სამსახურებს მართებს უფრო მეტი ყურადღება. და ვშიშობ, რომ გარკვეული კრიმინალური ორგანიზების ელემენტებმა ფულის ეგრეთ წოდებული ფულის ლეგალიზაციაში არ გადაინაცვლოს რაღაც სხვა მიმართულებებს. ასევე აუცილებლად არა მარტო საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიაზე საუბრობ, ეხლა საუბრობ აბსოლუტურად ყველა რელიგიურ მიმართულებებზე, რომლებიც ძალიან კარგად
ისა იმისთვის არის ამოვლენილი აქ, რომ ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან მაღალი დონის ყურადღება მართებს სპეცსამსახურებს. ბატონ დავით, კარგია რომ თქვენ შეეხეთ, მე მაქსიმალურად ზოგადად არ ვეხები ზოგადად ამ თემებს, განსაკუთრებით რელიგიურ თემებს, მაგრამ აი ბოლო დღეების ზოგადად უკვე მასიურმა ინფორმაციულმა ნაკადებმა, რომელიც პირდაპირ ფიქსირდება, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ვფიქრობ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ სახელმწიფოებრივი ინტერესის ნაკლებობაც კი იკვეთება და მე მჯერა რომ ნებისმიერი ვინც იქნება, მე არ ვიცი რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მორწილება უნდა გამოვხატო ვიციეს და ეს ესე იქნება. ახალ კათოლიკოს პატრიარქს მოუწევს ძალიან ალბათ დიდი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ასევე იქნება ქვეყნის ერთიანობის და მთლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მეც ძალიან სენსიტიური თემაა, მე ძალიან ვერიდები, მით უმეტეს როცა თავად არ ვიმყოფები საქართველოში. ეს ესეთი თემაა, რომ არა მარტო თეოლოგიური კუთხით, წმინდა წყლის როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა საერო კაცის პოზიციიდან რთულია, ძალიან მძიმეა უბრალოდ ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს მაღალი იერარქიის მღვდელმსახურნი, როცა მიტინგზე გამოდიან და მერე შემდეგ უცნაური ისტორიის ევროპელ პირებთან ერთად რაღაც საერთო განცხადების აკეთებენ და რაღაც ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი მათ შორის თეოლოგები სამწუხაროდ, მათ შორის წუხვარ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არა მარტო შეურაცხყოფდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მათი განცხადებები, საკმაოდ დაუსაბუთებელი განცხადებები ძირს უთხრიდა ზოგადად სტაბილურ ვითარებას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და დამერწმუნებდა, მე მგონი დამეთანხმებით, რომ იქ თუ ჩვენ გვექნება არასტაბილური ვითარება, ეს პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე. ამიტომ ესეთი ფაქტორების გათვალისწინება ბოდიშ მოგითხოვთ, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ რა, ძალიან პირიქით მე მოხარული ვარ რომ თქვენ ეს თემა წამოწევთ. ბევრი ადამიანისგან და ბევრი პირისაგან კეთდება ისეთ ტიპის განცხადებები, მათ შორის ძალიან დიდი პროვოკაციული განცხადებები და დეზინფორმაციული, რომ გარკვეულწილად შეიცავს უცხო ქვეყნის სადაზვერო აგენტებისა და აგენტ პროვოკატორებისა და აგენტ დეზინფორმატორების საქმიანობის ნიშნებს და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით აგრეთვე სპეცსამსახურებმა თავიანთი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, მე ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანო სულ ვიძახი რა და კიდევ ვიმეორებ, არ ასრულებს იმ მოვალეობას, რასაც უნდა ასრულებდეს. დღენიადად საკანონმდებლო ორგანო უნდა მუშაობდეს ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საკანონმდებლო ცვლილებები იმ ოპერატიულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ შეიძლება რომ ამდენი სიყალბე, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ცილისწამება გადმოედინებოდეს ღია წყაროებში და ზოგადად ამაზე რეაგირება არ ქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს. სამყარო გადავიდა ჩვეულებრივად ყველა სტრუქტურული ერთეული განთავსებული ყავს ინტერნეტ სივრცეში, რომ ყველა საფრთხეებს ამემართულებით ებრძვიან და ჩვენ მარტო გარეთ ასეთი ტიპის საფრთხეების დაძლევას ვერ მოახერხებთ. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებები არის აუცილებელი, რომ აი ესეთი ტიპის ადამიანებმა ზოგადად შეწყვიტონ მოღვაწეობა, რაც არის დემორალიზაციის და დეზორგანიზაციის მნიშვნელოვანი საფუძველი. რაც უფრო გადაწევენ ამ სიტუაციას, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ, იმიტომ რომ თვითონ პარლამენტის წევრებიც ამ ვითარების მსხვერპლი არიან უმეტეს შემთხვევაში და მაინც არაფერი რეაგირება არ ხდება და მარტო სპეცსამსახურების მოღვაწეობა ვერაფერს ვერ იზამს ოპერატიულ საქმიანობა თუ საკანონმდებლო ბაზით ჩვენ ის არ გააძლიერებს. მე აქვე ეჭვი უნდა გამოთქვა, რომ გეთახმებით უერთდებით თქვენ პატოს, მაგრამ ეჭვი უნდა გამოთქვა იმაზე, რომ საკანონმდებლო დონეზე რამე გადაწყდება, იმიტომ რომ მაისის თვეში ვართ, ეხლა ყველა დაიხურავს ქუდს და წავა საზაფხულო არდადეგებზე, ჩვევიათ დეპუტატებს სამწუხაროდ. ეხლა რა მინდოდა მე თქვა? ამ დეპუტატებმა უნდა იცოდნენ, რომ ისა რა ქვია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სპეცსამსახურების თანამშრომლები პრაქტიკულად ვიძახი, ვერ იყენებენ თავიანთ საშვებულობო ვადებს სრულად
მათ არ აქვთ ნორმირებული სამუშაო დღე. ისინი შეიძლება 2-3 დღე, შეიძლება 2 კვირა, შეიძლება უფრო მეტიც მუდმივად იყვნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და თუ ზოგადად ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე ისინი ამ პრინციპით მოღვაწეობენ, მე ვფიქრობ, რომ არც საქართველოს მთავრობა და არც საქართველოს პარლამენტი არ უნდა იყოს განსხვავებულ რეჟიმში. მიხვდით, იმიტომ რომ მე მიმუშავეა და ვიცი ესა რა ქვია, რა ხდება ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებში, სპეცსამსახურებში და ამით უფრო კეთილგანწყობა იქნება ამ სამსახურების მხრიდან, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ ჩემო ძვირფასო ბატონებო, საქართველოს მთავრობას მიმართავ და საქართველოს პარლამენტს მიმართავ, სწორედ თქვენი უსაფრთხოება და ქვეყნის უსაფრთხოება დამყარებულია ამ ადამიანებზე. ამიტომ გასვენება კი არა, სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეთ ისეთი ცვლილებები, რომ ამდენი ცილისწამების ნიაღვარი და ქვეყნის და საზოგადოების მათ შორის ხელისუფლების დემორალიზაციის საფუძვლები მოსწრეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა გვჭირდება იმისათვის, რომ განვითარდეთ და შემდეგ განავითაროთ კიდე სხვადასხვა მიმართულების დარგები, რომ ქვეყანა დაიმგვანოს სახელმწიფოს. აი ეს არის ჩემი მოკლე მოწოდება. ხა მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. აბსოლუტურად უერთდები მეც და აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვიცი დეპუტატი რას ოფხედელობით ხელმძღვანელობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საჯარისო ფორმირებებს, სპეცსამსახურეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალებას გააჩნიათ გარდა ჩვეულებრივი რეგულარული სამსახურებრივი რეჟიმისა, ასევე აქვთ ყაზარმული რეჟიმი და ვინც არ იცის ეს რა რეჟიმია და რა დატვირთვა და ასე შემდეგ, ხო, ძალიანაც ცუდია. თუ საერთო წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ცხოვრობს ძალოვანი სტრუქტურები ქვეყნისა რა. თუ მადგონიათ, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის დღიური გრაფიკი არის დილის 9-დან საღამოს 6-მდე, მაშინ ძალიან შემსწავლე. მე არ ვიცნობ, სადღაც 23 წელი სრული ვიმუშავე და მე ესეთი გრაფიკი ზოგადად მაგას ვამბობ ზუსტად. არც ოპერატიულ სამსახურში ვამუშავებ და არც არაოპერატიულ სამსახურში მე არასოდეს ესეთი გრაფიკი არ მქონია. პირიქით, მათ შორის ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემს მქონდებარე თანამშრომლებს უფრო მეტი რომ ისემოდათ დასვენების და მათ მაგივრად ხელმძღვანელი როლი ძალიან ბევრჯერ გავსულოთ უშუალოდ მოვალეობის შესასრულებლად. ეს პრინციპები გარკვეულწილად იქაც დაცულია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პატრიოტი წესიერი ოპერატიული თანამშრომელი ხელმძღვანელია, რომელიც დღე-დაღამე ზრუნავს იმაზე, რომ სტაბილური ოპერატიული ვითარება გქონდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნით ისეთი კანონები, რომელიც ამ დესტაბილიზაციის მუხტს შეამცირებს პირველ ეტაპზე და მე საერთოდ საკანონმდებლო ბაზა თუ არ მიეცემა ძალოვან სტრუქტურებს, ეხლა არ გამოყოფ ყველა ძალოვან სტრუქტურებზე ვსაუბრობ, ხო, მათი ქმედება იქნება შეზღუდული. აი ეს არის და ეს მარტივი არითმეტიკა არა. როგორც არის ახლა. კი ბატონო, მაგას ვამბობ. ძალიან ბევრი მე მაინც ვფიქრობ, რომ შექმნილია ნოყიერი ნიადაგი, რომ გარკვეული ტიპის პროვოკაციები მოუწყონ სპეცსამსახურისა და ბატონო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. რატო არ მოხდა რეაგირება მათ შორის სიები, როდესაც გამოქვეყნდა, რომლებიც სხვადასხვა გრიფირების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რატო თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი არჩევნების წინ გამოქვეყნდა, სულ აგენტებად გამოაქვეყნეს ყოფილი, ესა რა ქვია, ისა მომავალი პარლამენტარები თუ საკრებულოს, რატო არ ხდება ამაზე რეაგირება? ვის სჭირდება დემორალიზებული ზოგადად ან პოლიტიკური მოღვაწე, ან სპეცსამსახურის თანამშრომელი? მეც რა მიგვერს, ყველა ცუდი ის არის, რომ ანალიტიკოსები ხმამაღალი ნათქვამია, აი ბლოგერები, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, არ ვიცი, უკვე ემოდებულია ინტერნეტ ქსელში, გრიფით ვითომ საიდუმლო, რამდენად დაეჯერება მეეჭვი მეპარება, თითქოს უშიშროების სამსახურის სადაზვერვო ძიების შედეგად დადებული დასკვნები და სასულიერო პირებზე იყო სერიოზული შეტევა. და ეს არის მოდებული ყველგან. აი საიდან უნდა იყოს ეს ყველა? ახეთ მე გეტყვით ახლა რა ხდება. და არაერთხელ განმიცხადები ესეთი რაღაცა რა. ჩვენ ამას ვებძოდით 2012 წლამდე, რომ ესეთი ჩანაწერები იკეთეთ. ახეთ შესაძლებელია რაღაც ჩანაწერები გაკეთდეს. მაგრამ ის იმდენად საჯარო ქსელში საიდან მოხდა? საიდან მოხდა და როდესაც მოხდა მისი გამოქვეყნება. გახსენდება, და როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს. გაიყიდა ანუ, ხო? და მანამდე ამას წინ უსწრებდა გარკვეული ინფორმაციების გამოქვეყნება ღია წყაროებში. შესაბამისად, ის პერიოდი
რა დროსაც თქვათ ეს ქვეყნდებოდა, ეს იყო ალბათ საკმარისი პერიოდი ჰაკერებისათვის და სხვა ტიპის მათ შორის ადაზორო სამსახურებისათვის, რომ ეს გამოქვეყნებული ინფორმაციები უკვე მოეპარათ და თავის ბაზად გაეხადათ. რატომ არ არის, ვინც ამას აქვეყნებს, სუმცირე საქმე ხო უნდა იყოს აღზრული. ესე გამოდის, რომ საიდუმლოების რეჟიმი გვაქვს თავიდან ბოლომდე მოშლილი, ესე გამოდის, ხო? ამიტომ კიდე ერთხელ ვიძახი რა, ეხლა თუ საკანონმდებლო ჯერ რაც გვაქვს იმის დაცვა თუ არა მოხდა და მე კიდე თუ რაც ახალი საფრთხეები ამაზე ახალი რაიმე არ შეიქმნა, გამორიცხულია, რომ რაიმე შედეგი გქონდეს. დააკვირდით ერთ მნიშვნელოვან გარემოებას რა. სადაზორო პრაქტიკაში არის ესეთი მეთოდოლოგია, რომ ყველაზე ხელსაყრელი პირობა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის იქნება მაშინ, როდესაც შესაძლებელი ხდება დეზინფორმაციით თუ სხვა ტიპის მეთოდოლოგიის გამოყენებით ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების გადაღლა. ეხლა ამ კონტექსტში თუ ჩვენ მე მგონი გავიაზრეთ და საზოგადოებაც ამას გაიაზრებს და კიდე სპეცსამსახურის თანამშრომლები ამას გაიაზრებენ და ამ კუთხით გადავხედავთ ყველაფერი იმას, რაც ხდება, უწყვეტი ციკლი, რაც მიმდინარეობს, აი ხა დააკვირდეთ ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობას იმ თანამშრომლებისა, რომელსაც ამ პრაქტიკულად ისეთ მასასთან უწევს ურთიერთობა, რომლებიც მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ, მუდმივად ძალადობენ მათზე, არ ვიცი. მათ შორის არინდობენ იმ კუთხითაც, რომ გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს აქვეყნებენ მათი ოჯახის წევრების მონაცემ. ეს არის მასშტაბური შეტევა და აქ ცალსახად თვალის დახუჭვა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. სამწუხაროდ ასეა და ბატონებო, მიაქციეთ ყურადღება ამ ყველაფერს. თორე მე იქნება უკონტროლო ვითარება და მე გაასმაგებული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ წესრიგში მოიყვანოთ და ჯობია რომ ეხლა იყოს ეს ყველაფერი მიხედილი და გადაწყვეტილი. აი ვერ ნახავთ ცივილიზებულ სამყაროში, ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც მასშტაბურ დონეზე ესეთი ტიპის შეურაცხყოფებს აყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამის აღკვეთა არ შეუძლია სახელმწიფოს, ძალიან კარგად შეუძლია, მაგრამ აქ არ ვიცი ხა ახალი ხელმძღვანელობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ფიქრობ, რომ რაღაცები უნდა გააქტიურდეს რა. ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენენ, რაღა უნდა მოხდეს მეტი, ხა მართლა რაღაც ისეთი ხوار უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უბრალოდ მოსაზრებასაც კი ვინც გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ძალადობრივად უნდა იყოს დამხობილი და ყველა ქმედება კეთდება იმისთვის, რომ ძალადობრივი დამხობა მოხდეს ხელისუფლების. ზოგს უნდა რომ გადაფაროს, რომ თითქოს ეს რაღაც ზღაპარია და ეს არანაირი ზღაპარი არ არის. გაანალიზეთ იაწყაროები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ძალიან მარტივად მიიღებთ კლასიფიკატორს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამის სურვილი გააჩნია როგორც შიდა, ისე გარეთ დესტრუქციულ ძალებს. სამწუხაროა. ბატონ დავით, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემებში, რომ ერთხელ მე და თქვენ ვისაუბრეთ, ეს რამდენიმე სტრიმით ადრე იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა კალბატონმა ბოჭორიშვილმა გააკეთა უცნაური განცხადება შეუსაბამო იმ ვითარებასთან, როცა ირაკლი კობახიძე ასტანაში იყო, გახსოვთ ეს შეხვედრა და გაგვიკვირდა ჩვენ ორივეს, რომ რაღაც დიამეტრალურად განსხვავებულ პლატფორმაზე იყო თითქოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ერევანში უკვე ერთად არიან და ერთ აზრს აჟღერებენ და მე აქ ჩემს რესპონდენტებთან ხშირად კადრშიც და კადრს მიღმა გვაქვს ხოლმე ესეთი პოლემიკა და მე რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იმაზე გადავდივარ, რომ ამ ფორმასაც ვაძლევ საუბარს, რომ მეტი ჩვენებს რა უნდა გაეკეთებიათ რუსეთის მისამართით, რომ დაუშვათ მინიმუმ კეთილგანწყობა მიგვიღო რუსეთის ფედერაციისგან და დღეს მაგალითად რუსეთის არხებზე მოусმინე ვლადიმერ პუტინის მიმართვას, როგორ ულოცავს იგი 9 მაისის დღესასწაულს, მე 9 მაისს უერთდები, მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ჩემთვის 9 მაისი ყოველთვის 9 მაისი, არანაირი 8 მაისი და ასე შემდეგ. და მოკლედ ამ 9 მაისს ულოცავს
ყველა საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკას და აქვე ხაზგასმით გამოთქვავს აფხაზეთის ხელისუფლებას და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას და საქართველო და მოლდოვა არა სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვას ხალხებს. და ძალიან გულდასაწყვეტი იყო ამ ყველაფრის მოსმენა, როცა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და საქართველოს მიიღო ერთადერთი საღი გადაწყვეტილება გააკეთეს, რაც გააკეთა, არ ჩავერთვით არანაირ ავანტიურაში, არ გავხსენით ფრონტი, არ ჩავერთვით სანქციებში და ეს ახმული იყო, იმიტომ რომ ჩვენ რუსულ თამაშს თამაშობდით. არა, ეს იყო პროქართული თამაში. ჩვენ დავზარალდებოდით. მაგრამ გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე, ხო, ეს ხო რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვისაც სასარგებლო თემა იყო, ხო, რომ ამიერკავკასიაში არის სახელმწიფო, რომელიც არის ფაქტობრივად ნეიტრალურ პოზიციაზე და 4 წლის ნახევრის თავზე აკეთებენ იმას, რომ შესაძლოა საქართველოს შეიყვანონ არამეგობრულ სახელმწიფოებთან სიაში. და აი ახლა მივედით ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე. რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმაზე მეტი რაც გააკეთა, რომ ჩვენ რუსეთისგან მივიღეთ ისევ აი ეს დათვური პოლიტიკა, დაუნახავი, შეუფასებელი, დაუფასებელი და ასე შემდეგ. და ზუსტად ამის ფონზე ხომ არ არის მეთქი ის ვიზიტები, ის ვოიაჟი და ის განცხადებები თურმე რაც ერთისთვის წინ მე მიკვირდა, აი ამის საფუძველი, რომ უბრალოდ ვერაფერს ვერ გავხდით ჩვენ მეზობელთან. ესე იგი ნახეთ, მე მოусმინე ზახაროვა, ხო არ ვწდები ზახაროვას განცხადებებს, რომელიც ესა სოციალურ ქსელებში დაიდო, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით და იქ ისეთი კონტექსტი იყო, რომ რაიმე თქვათ აი ინტერესის ჩვენი ქვეყნის ინტერესის დამაზიანებელი განცხადება მე არ მომისმენი. ეხლა რაც შეეხება უკვე პირველი პირის განცხადებას, ну, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის პირველი პირი წარმოადგენს პირველ ძირითად ინსტრუმენტს საკუთარი სახელმწიფოს პროპაგანდის განხორციელებისათვის. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი ინტერესები, რომელზედაც ის არასოდეს უარს არ იტყვის და ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული ტიპის ალბათ გადაზვერო ინფორმაციები არსებობს კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მის განცხადებას, რომლის შესახებაც მე რა თქმა უნდა ინფორმაცია არ გამაჩნია. თავად არსებითი გახლავთ ის, რომ ვისაც ეს ეკუთვნის, მან გაანალიზოს, რატომ მოხდა ესეთი ტიპის განცხადება. და რისთვის იყო ეს განცხადება გაკეთებული, რა კონკრეტულ მომენტებს ემთხვეოდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება საფუძველი იმისათვის, რომ სახელმწიფო მიფიქროს შემდეგ ამ იდენტიფიცირებული საფრთხეების შემცირებაზე. ვერაფერს ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ განცხადება ნამდვილად ძალიან ცუდია. იმ კუთხით, რომ აქ ძალიან ბევრი კონტექსტი იკვეთება და ზოგადად მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ კონტაქტი არ უნდა გქონდეს რუსეთის ფედერაციასთან. ყველა ტიპის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თქვი ჩემი პოზიცია რომ სწორი არის და უსაფრთხოა რომ ხარეთ არა ვართ ქცეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი რამ რაც აკლია ამ ეტაპზე საქართველოს, ვფიქრობ, რომ გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები უნდა ხორციელდებოდეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან. ვთქვათ სიმართლე, როგორც რუსეთის ფედერაციის პირველი პირი, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი არის თითქმის იდენტურ მდგომარეობაში. მათ როგორც ახლა სამხედრო პოლიტიკური ოპერატიული ვითარების ანალიზი აჩვენებს, მათ მოუწევთ კონკრეტული მიმართულებებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოწვეული იქნას ისეთი პროცესები, რომელიც შესაძლებელია პოლიტიკურ სტაბილურობის დამაზიანებელ ფაქტორად იქცეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ არ ვიქცეთ დარტყმის ობიექტად და ამისათვის აუცილებელია აბსოლუტურად ყველა განცხადების გაანალიზება. პუტინის 2007 წლის განცხადების მიუნხენის კონფერენციაზე სულ ვიმეორებ ამას ანალიზი, ხელმისეული ანალიზი რომ გაკეთებულიყო
ჩვენ აუცილებლად ამოვიკითხავდით იქ, რომ ჩვენ აუცილებლად მოგვიწევდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან. განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა, განცხადება, რომელიც გაკეთებულია რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, ანალოგიურად შეიცავს იდენტურ ნიშნებს. მე არ ვიძახი, რომ ზუსტად შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, მაგრამ აქ არის ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის მინიშნება არის ამაში ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ეს უფრო სპეცსამსახურების თემაა, ვიდრე ახლა ჩვენი ანალიზის საგანი და არ მინდა რომ უფრო კიდე სიღრმისეულად გავიდე, რომ რაღაც კონკრეტული ქვეყნის ინტერესები დავაზიანო. მაგრამ არ არის ძალიან კარგი განცხადება. არამედ კარგი კი არა, ზოგადად ძალიან მაღალი დონის საფრთხის შემცველი განცხადება არის. ამიტომ რო კიდე გავუნები, ჩვენ არ ვიცით კულუარებში კიდე რა ხდება. რაც ძალიან კარგად იციან სპეცსამსახურებმა. განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ არ ვიცით ის დამოკიდებულება, რეალური დამოკიდებულება, რაც გააჩნია რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს. ჩვენ არ ვიცით რა მოლაპარაკებები იყო ალიასკაზე. არის თუ არა სცენარი, რომელიც დღეს სოფლიოში მიმდინარეობს იმ მოლაპარაკების ნაწილი. ჩვენ არ ვიცით ჩვენი ქვეყნის ირგვლივ რა ისაუბრეს. ჩვენ ვერანაირად ვერ რუსეთთან ვერ დავალაგეთ გავიგე, მაგრამ ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვერ ხდება ისეთი კავშირების დამყარება, რომელიც თქვა გარკვეულ უსაფრთხოების ხოლგას შეუქმნიდა საქართველოს. ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ამიტომ ჩვენ ძუნძიმეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, კომუნიკაცია ყველასთან აუცილებელია, ოღონდ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების საფუძველზე. როგორც ამას აკეთებდა ჩვენ და სამწუხაროდ ერთ-ერთი ქართული ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ პრულად აღიარებდა მეზობელ სახელმწიფოს და მეორე მხრივ საკანონმდებლო უზრუნველყოფით ჯერ სტატუსებს უხსნიდა ენერგეტიკულ ობიექტებს და შემდეგ გადასცემდა მათ. და ამის შედეგებს ჩვენ ვიმკით ზოგადად. ძალიან ბევრ ამაზე შეიძლება ახლა საუბარი, მაგრამ ხდება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული ინტერესი ალბათობის მაღალი ხარისხით და ინფორმაციული ნაკადების საფუძველზე, რაც ვიაწყაროებში დევს, ზოგადად ქვეყნის ბევრი სტრატეგიული ინტერესი და ობიექტი შეეწირა ხელისუფლების შენარჩუნება. სამწუხაროდ ესეთ ვითარებაში ვიცხოვრეთ ამ პოსტსაბჭოთა საქართველოს ცხოვრობ პოსტსაბჭოთა საქართველოს პირობ. აქ მუსირებს ესეთი აზრი, მოკლედ, სოფლიო მედიაში და განსაკუთრებით დასავლეთის პროპაგანდაში, რომ ცოტაც რუსეთი წაიქცევა და ჩვენ უნდა მივმართოთ რეგიონალურ პოლიტიკას რუსეთის გარშემო. ანუ რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის სამხრეთ კავკასია, ეს არის ეპიცენტრში ყავთ შუა აზია, კასპიის ზღვის აუზი მთლიანად, მაგრამ პიციმწამს და ბოლომაკვირებს მიუხედავად იმისა, რომ დრონების შეტევა არის უკვე საგრძნობლად გაზრდილი, აი ჩებოქსაშიც დაარტყეს 2 დღის წინ. ერთი მართლა ურალს მიღმა არ ქონია შეტევა, არ ვიცი, შეიძლება იქაც იყო. მე ეჭვი მაქვს, რომ უკვე ეს დასავლეთ საზღვრებიდან კი არ მიდის ეს 2000-2500 კილომეტრი დრონი არამედ, მე ეჭვი მაქვს, რომ კასპიის ზღვის აუზიდანაც ხდება შეტევა უკვე რუსეთის ფედერაციაზე, ეს სხვა თემაა. მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანაზე იფიქროს დასავლეთმა, რომ იგი წაქცევის პირას არის, როცა რუსეთის ქვედანაყოფებმა მალიში შეაჩერეს სახელმწიფო გადატრიალება. ესე იგი რუსეთს შესწევს, ხო, კონფლიქტების მოგვარება აფრიკაში წარმოიდგინეთ და ეხლა ვაგნერი აღარ არის, მაგრამ ვაგნერი სახელად აღარ არის, მაგრამ სტრუქტურა ხო არსებობს. და ხო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, და ეხლა მალიში როცა რუსული დანაყოფი გადატრიალება შეაჩერებს, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა წაქცევის პირას არის? მოდით მაინც ისტორიული ფაქტების ანალიზი გავაკეთოთ, რომ უფრო სიღრმისეულად საზოგადოებამ და მათ შორის ექსპერტებმა, რომლებიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვიცი რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ და ძალიან არ მინდა რომ ვიფიქრო, რომ ისინი უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ პროპაგანდირებენ. მოდით ჩვენ ორი პერიოდი გავიაროთ. მაშინ, როდესაც ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, აქ ახლა ორი აზრი არ არის, რომ უცხო ქვეყნების სადაზვერვო აქტივობებით მოხდა აღნიშნული რევოლუცია, ამას მეტყველებს უშუალოდ რევოლუციის ლიდერის
ფარულად შემოყვანა, მერე გარკვეული დაფინანსება, მერე იქ ეთნიკური ნიშნით გარკვეული სახელმწიფო რგოლის აწყობა და ეს შემდეგ და ეს იყო მდგომარეობა, როდესაც პრაქტიკულად რუსეთი ჩამოშლილი იყო. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არსებობდა სხვადასხვა საჯარისო დანაყოფები, რომლებიც იმ პერიოდის საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციურ წყობილებას ძალიან მნიშვნელოვნად უთხრიდა ძირს და მათ შორის საქართველოშიც იყო ერთ-ერთი ესეთი დანაყოფი. და თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეული პროტექტორატი მაშინაც ხორციელდებოდა სამხრეთ კავკასიაზე, მათ შორის სამხედრო შენაერთიც იყო ჯერ გერმანული და შემდეგ ბრიტანული სამხედრო შენაერთი მათ შორის საქართველოში და საბოლოო ჯამში ჩვენ შევხედეთ ეს რაღაცას, რომ თითქოს ჩამოშლის პირას მდგარი და უკვე არაფერი რო აღარ ეშველებოდა, რეალურად მკვეთრით აღდგა ჯერ საბჭოთა რუსეთი და მერე კი ვნახეთ, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბდა. ესე რომ მე შემიძლია რომ შევთავაზო იმ ადამიანებს, ვინც ასეთ პროპაგანდას ახორციელებენ, წაიკითხო ძალიან კარგად დიდი ბრიტანეთის პოზიციები რუსეთთან დაკავშირებით რა. და ძალიან კარგად გაერკვევიან მათ შორის სადაზვერვო ცნობები, რომელიც ღია წყაროშია მოქცეული, ესა მოთავსებული და ძალიან კარგად გაიგებენ ზოგადად ვინ რას ჭრის და როგორ კერავს. და სამაგიეროდ მერე ჩვენ ხარჯზე ძალიან დიდ ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის სარგებელს ღებულობენ. ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება. ნუ ერთი პერიოდზე ვისაუბრეთ და რეალურად თქვით რაც მოხდა. ეხლა დავაკვირდეთ ესე რა ვქეთ, დღევანდელ განცხადებებს და სიტუაციებს. ღია წყაროებში გაჩნდა ესეთი ინფორმაცია, რომ თქვათ მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციაში მოხდეს სამხედრო გადატრიალება და თქვათ მოხდეს პუტინის ძალადობრივი დამხობა. მე ვეკითხები პროპაგანდისტებს, რომელიც ამას სიხარულით ამბობენ. რა იმედი აქვს თქვათ იმ პროპაგანდის წარმოებელ ადამიანებს ან იმ ქვეყნებს, ვინც ამ პროპაგანდას სათავეში უდგას, რომ უფრო ესე რა ვქია, მეტი დემოკრატი მოვა რუსეთის ფედერაციის სათავეში და რომ ხელისუფლებაში არ მოვლენ პირობითად სამხედრო პირები, რომლებიც უკვე მასირებულ შეტევას დაიწყებენ და რა შედეგები მოყვება ამას, კიდე ესეც საკითხავი არის. ამიტომ ნახეთ, ეხლა მეორე პერიოდზე დავიწყოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. რა ტიპის საფრთხის ქვეშ არ იყო რუსეთის ფედერაცია? აბა ნებისმიერი ტიპის მიმართულების საფრთხე რო ჩამოთვალოთ, ყველა ტიპის საფრთხე იყო რუსეთის ფედერაციაში. მაგ შემთხვევაშიც ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო, რომ ჩამოშლილიყო რუსეთის ფედერაცია და პრაქტიკულად ამის ყველა ნიშანი არსებობდა. ვინ გამოვიდა იმის მომხრედ და იმის მხარდაჭერად, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩამოშლილიყო, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ნახეთ რა პროცესებში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი სპეცსამსახურები. ძალიან ბევრი მასალები იყო გამოქვეყნებული და იმედი არ აუღიათ, როდესაც ელცინის პერიოდის მმართველობის სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიოს აქვს გარკვეული უსაფრთხოების ღერძი. მსოფლიოს ყავს დომინანტი ძალები და ისინი წვეტენ აბსოლუტურად ყველაფერს და ამას კიდევ მივამატებთ სამხედრო თუ ფინანსურ თუ სხვა წრეებს. აქედან გამომდინარე ის რომ ჩვენ გვინდა პირობითად ვიძახი რომ რუსეთის ფედერაცია უკვე წაიქცეს განადგურდა, აი იმ ღერძის პირობას არ აკმაყოფილებს. ეს ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს ძალიან კარგად იცის დიდმა ბრიტანეთმა. მათ შორის იცის იმ ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომელსაც ლენინი კაკეტკებად მოიხსენიებდა რა და დასინოდა კიდევაც რომ ძალიან მარტივია მაგათი მართვა და ეხლა რამდენი თითქმის საუკუნეზე მეტია რაც ეს შეფასება ლენინმა გააკეთა და ვერ გამოვიდნენ. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ დასამარდა ჩვენს მიერ წიგნებში წაკითხული ნამდვილი ევროპა, ქრისტიანული ევროპა და ამიტომ ვფიქრობ რომ ის ნაწინასწარმეტყველები რაც თქვათ ლენინმა გააკეთა, უკვე აუხდა ევროპას და აქ კიდევ უფრო სხვა საფრთხეებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ჩვენთა ბრძოლისთვის კი არა, საკუთარ სახელმწიფოებში სტაბილური ვითარების შენარჩუნებაზე იქნებიან მალე გადასული. ჯერ არამოქმედებულა ძალიან ბევრი მექანიზმები იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომელ სახელმწიფოებსაც მტროვდა ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, ამიტომ ყველაფერი წინა გვაქვს და იმედია რომ
ჩვენ გონიერებით მიუდგებით და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს და მშვიდობა შევინარჩუნოთ. ამიტომ მე მგონი რომ რა ვიცი ახლა მეტი რა ტიპის მაგალითს უნდა მოვიყვანო, რომ უბრალოდ მე არ მიყვარს ზოგადად ძალიან დიდზე თემების გაშლა, მაგრამ რაც თქვი მე მგონი საკმარისია რა. ეს იციან იმათმა, ვინც ყველაფერს ანაწილებს და ვინც ყველაფერს წყვეტს სოფლიოში, რომ ის ღერძი, როგორც ეთყობა რუსეთის არსებობის ღერძი, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როგორც გლობალური პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ესე სხვა უსაფრთხოების მიმართულებით და ამაზე შევჩერდეთ, მე მგონი ამის მეტზე გასვლა ახლა დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ მაინც პროპაგანდის თემა არის და მეს პრინციპით, რომ მე ესე მომწონს, მე ესე მინდას გაკეთებული განცხადებები და ეს ხუპავს სხვათა შორის, მას რა ქვია, იმ საინფორმაციო სივრცეს, იმიტომ რომ აქ ხდება არასწორი მოლოდინების, სრულ მოლოდინების შექმნა, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ და რეალურად ესე ხდება ხოლმე. როცა ცხოვრობ სრულ მოლოდინში, აბსოლუტურად ყველაფერს კარგავ. დიდი მადლობა ბატონ დავით ამ ჩვენი საუბრისთვის და მე თქვენის ნებართვით საქართველოში უკვე მალე დადგება 9 მაისი და ყველა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ცოტანი არიან ბუნებრივია, ვინც ცოცხლები არიან, მათ ულოცავ და ულოცავ მათ ჩემ თავსაც გულისხმობ, ვინც 9 მაისის იდეის მატარებლები არიან და ამ გამარჯვებას დიდ გამარჯვებად თვლიან. ბატონ დავით. მეც მინდა, მეც ყველას მიულოცო, ვინც ცოცხლად არის დარჩენილი. მადლობა უთხრა მათ, იმიტომ რომ რაც ზოგადად ჩვენს თავზე კარგი ტრიალებს, იქ რომ მათ არ ებრძოლათ, თავი არ გაეწირათ და საკმაოდ ძალიან დიდი მასშტაბით სვეპლი ქონდა საქართველოს ამ ომში. შეეცადნენ კიდევაც ჩვენი ვაი ხელისუფლებები, რომ გარკვეულწილად ანტიპროპაგანდისტული თამაშები ეწარმოებინათ 9 მაისის მონაწილეებზე, არ გამოვიდათ, არასოდეს არ გამოვიდათ და მე ხა თქვენ ნათქვამში ისიც გავიგე, რომ თქვენ ყველა ომში დაღუპული ადამიანები მოიხსენიეთ, მათ შორის ჩვენი უნდა რაც არის დაღუპული, იმიტომ რომ ყველას ჯეროდა და წამდა, რომ ის თავის ქვეყნისთვის იბრძოდა და ამიტომ აქედან გამომდინარე მეც ყველას მიულოცავ, მადლობას უხდი მათ და ზოგადად მაქვს ძალიან დიდი პროტესტი, რომ გარკვეული ფაშიზმის ნიშნები დღესაც შეიმჩნევა მსოფლიოში და ზოგადად საერთაშორისო სამართალი არც მუშაობს და ალბათ არც იმუშავებს, თუ საზოგადოება არ იქნება ისე მობილიზებული, როგორც უნდა იყოს. ულოცავ ყველას და თქვენც გილოცავთ მათ შორის 9 მაისის დადგომას. დიდი მადლობა ბატონ დავით ამ საუბრისთვის. საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, დროებით და ველი თქვენ სტუმრობას ჩემს არხზე. მე ყოველთვის მოხარული ვარ თქვენთან საუბრი და თქვენი პროფესიული დასკვნის მოსმენა როგორც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენი მაყურებლებისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და საუკეთესო სურვილებით. წარმატება.